Grantების შესახებ კანონში შესატანცვლებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს. პროექტის თანახმად გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქმიანობას, რაც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან გამომდინარეობს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დიპლომატიურ საქმიანობაში არაფერი იცვლება, თუმცა იმისთვის, რომ ბუნდოვანება არ იყოს კანონმდებლობის დონეზე დაზუსტება კეთდება. მომზადებულ ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს. იმდენად სწრაფად მიიღეს გრანტების კანონი და იმდენი ტექნიკური შეცდომა არის, რომელმაც ქვეყნის ფუნქციონირებას ხელი შეუშალა, ეხლა მიმდინარეობს ამ ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება, რომელიც სავარაუდოდ დაუფიქრებლობით და ნაჩქარევით მიღებული კანონის შედეგია სამწუხაროდ. ესეთი ტექნიკური შეცდომა კიდევ ბევრი იქნება, რომელიც გამოჩნდება მომავალში. გრანტების შესახებ კანონში ხდება დაზუსტება, რაც ისედაც ეწერა და წერია მოქმედ რედაქციაში, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად არ უწევთ და არც მომავალში არ მოუწევთ საქართველოს მთავრობასთან მიღებული თანხების, საკუთარი სახელმწიფოებისგან მიღებული თანხების შეთანხმება. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაავანს არ გაჩენოდა შესაძლებლობა ფეიკები გაევრცელებინა, თითქოს საქართველოს მთავრობა ხელს უშლის დიპლომატიურ კორპუსს თავის საქმიანობის განხორციელებაში. ჩანასახშივე ასეთი ტყუილის გავრცელების შესაძლებლობა იქნება აღმოფხვრილი. ეს ისედაც ნათელი იყო, მაგრამ ვინაიდან კითხვები გაჩნდა, ხანდახან ჯობს რომ დავაზუსტოთ, რომ ეს კითხვები აღარ არსებობდეს და მხოლოდ ეს არის მეტი არაფერი. ეს შესწორება რომც არ შეგვეტანა, ეს ისედაც იგულისხმებოდა სხვა კანონმდებლობიდან გამომდინარე დაცული იყო ეს საკითხი, მაგრამ ხანდახან ჯობს თავი გადავიწყვიოთ, არაფერი ცუდი ამაში არ არის.